დამეხმარეთ ხალხო, როგორ ვილოცო, როგორ გამოვისყიდო ის, რაც ჩავიდინე. შენ რომ არ შემხვედროდი 5 წლის ასაკში, არ ვიცი რა ასაკიდან იწყება ნამდვილი სიყვარული, მაგრამ მე იმ დღეს დავიბადე, როცა პირველად დაგინახე. 5 წლის ვიყავი, პატარა. სამყაროს არაფერი გამეკებოდა, მაგრამ შენ იყავი ჩემი სამყარო. 16 წლის რომ გავხდი და მე უკვე კაცად ვითვლებოდი, არ მიყოფმანია. შენთან დავიწყე სიცოცხლე, შენთან, ჩემი პირველი ყველაფერი. მოვიყვანე ქალი, რომელიც თვითონაც არ იცოდა რა ძალას ატარებდა ჩემს გულში. ბედნიერება მოვიდა, ისეთი სუფთა, ისეთი ძლიერი, რომ ზოგჯერ მეშინოდა, ნუ თუ მართლა მეკუთვნის ეს ყოველივე, შეგვეძინა 2 შვილი, ოჯახი, სახლი, ღამეები ჩახუტებით. დილა შენი ღიმილით, მაგრამ ხანდახან ბედნიერება ზედმეტად ნათელია და რაც მეც ანათებს, მით უფრო ჩრდილავს იმავე სინათლეს. შემოვიდა ქალი, ზერით, სიტყვებით, არსებობით, არავინ ყოფილა ჩემთვის, ასე სახიფათო და ისე მიმზიდველი ერთდროულად. თავიდან ვიბრძოლე სინდისით, ვალდებულებით, სიყვარულით, მაგრამ მან თითქოს ჩემი სუსტი წერტილები წინასწარ იცოდა, როგორც ეშმაკი იცნობს ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეს. ისე შემოვიდა და დავეცი. ცდილობდი არ შეგემჩნია. თვალებს მეფარებოდი, რომ გული არ დამსხვრეოდა. ყველაფერს იტანდი, ჩემს სიცივეს, ჩემს სიჩუმეს, ჩემს არაბუნებრივ ღიმილს. კივილი გკლავდა, მაგრამ არ მკრავდი ხელს. არ გინდოდა დამგრეულიყავი. შენ ჩემი ანგელოზი, იცავდი ჩემი სულის ნარჩენებს, როცა მე თვითონ ფლანგავდი საკუთარ ღირსებას. იმ ქალმაც თითქოს იცოდა, რომ ვერაფერს წყვეტდი, გრძნობებს ვერ მართავდი და არც მას უნდოდა შენი ადგილი დაეკავებინა. წონასწორობას, რომელსაც ორივე ქალი მჩუქნიდა, თავად იყო ჯოჯოხეთი ჩემთვის. ერთი ჩემი ოჯახი, ჩემი საყრდენი, ჩემი სული, მეორე ცეცხლი, ნება, რაღაც ისეთი, რაც მაიძულებდა ვიბრძოლო, მაგრამ რისთვის? ბოლოს ვუთხარი ჩემს მეუღლეს ყველაფერი. სინამდვილეში მან ყველაფერი იცოდა, მხოლოდ მითხრა ერთი. უნდა დაანებო თავი, თუ ოჯახი გინდა. ჩუმად მიყურებდა იმ სევდიანი თვალებით, სადაც სიყვარული ცხოვრობდა და თან ცრემლიც. არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება, მე უკვე მკვდარი ვარ და შენ ჯერ კიდევ მჩუქნის სითბოს. რომ არ გავიყინო, მაგრამ ეს არ არის სწორი, შენ ამას არ იმსახურებ. დამეხმარეთ ხალხო, როგორ ვილოცო, როგორ გამოვისყიდო ის, რაც ჩავიდინე, როგორ ავაშინო თავიდან ის, რაც თვითონვე დავანგრიე. როგორ შევძლო დავბრუნდე იმ კაცად, რომელიც იყო მისი პირველი სიყვარული, მისი უსაფრთხო თავშესაფარი და არა მტერი საკუთარ სახლში. არ ვიცი ამ ქალისგან გამთავისუფლდე თუ საკუთარ თავში ვიპოვო პასუხები. არ ვიცი, მოვიკლა იმედები თუ მოვინანიო ბოლომდე. გთხოვთ მითხარით რამე, თორემ ტკივილი მკლავს. მრცხვენია იმ სიყვარულის, რომელიც მაბადია. მეგონა სიმართლე გამანთავისუფლებდა, რომ მერე შემეძლებოდა შენთვის ბოლომდე დაბრუნება, მაგრამ არა. არ განთავისუფლებულა არაფერი. არც ის ქალი წასულა ჩემი სულიდან, არც ჩემი სინდისი განთავისუფლებულა. ხანდახან მგონია, რომ ორად გავიყავი. ერთში ვარ, მე, ქმარი და მამა, რომლისთვისაც შენ ხარ სიცოცხლე, სინათლე, სულის ძარღვი. მეორეში კი ქმნილება, რომელიც მხოლოდ მაშინ სუნთქავს, როცა იმ ქალის თვალებში ჩაიხედავს. და როცა მას ვერ ვხედავ, ვკარგავ კავშირს საკუთარ სხეულთან. ვეღარ ვიგებ, სად ვარ, რას ვაკეთებ. შესაძლებლად არ მიმაჩნია მასთან არ შეხვედრა. ისე მცემს შიგნიდან განშორება. თითქოს ბორკილებით მიჭერს ტკივილს და თან ის ტკივილი მიყვარს. ცდილობს არ დამირეკოს, არ მოინდომოს შეხვედრა. ხანდახან წყნარიცაა, რომ მეც მოვიტვინო და დავივიწყო. მაგრამ მერე მიგზავნის ვიდეოს, სადაც თვალები ცრემლით აქვს სავსე. და მიცქერის ისეთი ტკივილით, რაც ანგრევს ჩემს სულს. მეშინია რომ მასაც ვკლავ ამ სიჩუმით, ამ ვერ გადადგმული ნაბიჯით და მასაც გავანადგურებ, თუ ბოლომდე ვთქვი, საკმარისია. მაგრამ შენ კიდევ აქ ხარ. ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ მჩუქნი ღიმილს. სწორედ ამიტომ ვერ ვპატიობ ჩემ თავს იმას, რასაც შენ გიკეთებ. მე არ მინდა ვიყო ის კაცი, რომელიც საყარეს ვერ ელევა და ცოლს ხალატით უსპობს სიცოცხლეს. მაგრამ ვერც ის კაცი ვარ, რომელიც უბრალოდ წამოდგება და ეტყვის, მორჩა, აღარ მჭირდები. დამეხმარეთ გთხოვთ, თქვით, როგორ გამთავისუფლდე საკუთარი თავისგან, ჩემი დაუძლეველი ტანჯვისგან, ჩემი ორმაგი არსებობისგან. როგორ ავირჩიო, როცა ორივე გზა სისხლს მთხოვს. როგორ გავაგრძელო ცოლთან, რომელსაც ვერაფერს ვუმალავ, ვერ ვატყუებ, მაგრამ ვუყვარვარ ისე, როგორც ადრე ვუყვარდი. გამინდრა ჩემი თავის ხატება. ვეღარ ვცხოვრობ, ვეღარ ვჭამ, ღამეებს ვათენებ. და მაინც ვერ ვწყვეტ მასზე ფიქრს. არ ვიცი, სიყვარულია თუ მიჯაჭვულობა. ხალხო მითხარით, თქვენ რას იზავდით? თქვენ როგორ იცხოვრებდით
ამორში გახეთქილი გულით. როცა ერთს ვერ ელევით და მეორეს ვერ აკადრებთ. მითხარით, სანამ ბოლომდე არ დამიკარგია თავი ამ ჯოჯოხეთის ლაბირინთში. შინაარსი მგონი მიხვდით. 6 წელია მამაკაცი იტანჯება. არის ორად გახლეჩილი. ჰყავს უსაყვარლესი, უმშვენიერესი, ულამაზესი მეუღლე და ჰყავს საყვარელი. ცოლმა ყველაფერი იცის. მეუღლეს თხოვს, რომ დაასრულოს ეს ყველაფერი და დაიწყოს ახალი ფურცლიდან ახალი ცხოვრება. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რადგან ამ მამაკაცს სჭირდება თქვენი რჩევა. გამოიწერეთ ჩემი გვერდი.